Okay, ძალიან საინტერესოა გამოდის რა. ძალიან. და თქვა და ჰარმონიას მივცე. Okay, მოგესალმები. იმედია რომ კარგად ხარ, ყველაფერი კარგად გაქვს. სანამ მოდულარებზე დავიწყებ საუბარს, მინდა პატარა announcement გავაკეთო, რომ 17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ი გავაკეთებთ ძალიან საინტერესო events ასეთი სისტემებით, 1-20 ადამიანი დავსხდებით და ძალიან საინტერესო მუსიკას დავუკრავთ, როგორც ინდივიდუალური სეტები იქნება, ასევე jam session-იც დაიკრება. თუ გაინტერესებს მოდულარული სინთეზი, ეს ინსტრუმენტი თუ ხიბლავს და რაღაც ინტერესი იწვევს, გირჩევ რომ არ გამოტოვოთ, ძალიან საინტერესო იქნება. მუსიკოსების გარდა ძალიან მაგარი ვიზუალური არტისტები იქნებიან. ანუ პლუს მთელი დღე იქნება იგივე შუა დღის 3-დან საღამომდე, რაც მაგარი არის, რომ შუა დღით შეგიძლია მუსიკის მოსმენა თან ძალიან საინტერესო, რაც მე სუმაკლია თბილისში ყველაფერი გვიან რო ხდება, ანუ ძალიან მაგარი არის, რომ შეგიძლია შუა დღით მოხვიდე, მოისმინოთ ძალიან საინტერესო მუსიკა, მოკლედ. სანამ ჩავხდებით მოდულარებში კიდევ ერთხელ 17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ი არ გამოტოვებ გირჩევ და აღწერას ლინკს დავტოვებ ივენთის აღწერაში და გავქანდეთ ჩვენ. Okay, მოგესალმები. დღეს კადრს გარეთ ვიქნები. მინდა რომ მთელი ფოკუსი მოდულარებზე იყოს, ნობები კარგად ჩანდეს, ყველაფერი კარგად აღიქმებოდეს და იმედია ეგრეც არის. დღეს შევეცდები რაღაც დრამებივით რაღაცები გავაკეთოთ, პერკუსიული რითმული ელემენტები შევიტანოთ მუსიკაში. ამას გავაკეთებ BIS გამოყენებით, რომელიც არის noise engineering-ის მოდული, ძალიან მაგარი ოსცილატორია, ძალიან საინტერესო. ასევე გამოვიყენებ Belgrade-ს, რომელიც ფილტრი არის, Mesh-ი, რომელიც არის, რა ვიცი, ყველაფერი ალბათ რა შეიძლება რომ იყოს. და Rene არის sequencer-ი. ხო, მოდი სულ ნულიდან დავიწყებ, რომ აი output-ს გამოვიყვან BIA-დან და წამოვიყვან მთავარ output-ში და როგორც კი დავასწრებ, მოიმენ ხალხმაზე. მაგეთი საუნდია. ხო, მთავარ output-ში, მაგრამ აქედან output-ს გამოვიყვან, შემოვიყვან Belgrade-ის ანუ ფილტრის input-ში და მე ფილტრის input-დან გამოვალ output-დან გამოვალ უკვე აი ფილტრშიც გაიარა. ეს მე გამოგვადგება ძალიან მაგარ საუნდს იძლევა ეს ფილტრი ძალიან. ხო, ეხლა ხელით რო დავატრიგერო, ესნა მივცემ იმ trigger inputs and square waves მივცემ LFO-ს, რომელიც როგორც trigger-ი ისე მუშაობს ამ შემთხვევაში და ესე მიდის, ხო? მაგრამ რაღაცა რითმიკა რო შევძინო, ამიტომ გამოვიყენებ Renes sequencers, რომელიც არის ძალიან top sequencer-ი. და ეხლა ეს sequencer-მა რომ დაიწყოს მუშაობა, ჭირდება clock-ი, ეს clock-ი იქნება იგივე clock-ი, რითაც ეხლა ვატრიგერებდი იმას BIS და მივცემ clock-ის inputs და აი მოდი გამოვიზნო ქვია, გავამარტივებ ყველაფერს რა. აი snake-ი და ეხლა sequencer-ი მუშაობს, თუ ხდები ეს წითლები რომ დარბის, ნიშნავს რომ ეს sequencer-ი აი ამ ლოგიკით მუშაობს ხა როგორც დარბის რა. მაგრამ ეხლა ამას clocks გადავამრავლებ. ეს შუა ხაზი არის multiplier-ი და ეს clock-ი ეხლა ბევრგან მექნება, იმიტომ რომ მე დამჭირდება ზუსტად იგივე ტემპის გამოყენება სხვა რაღაცეებისთვის. აი X-ი დარბის ეხლა მაგ ლოგიკით რა. ეხლა ამ შემთხვევაში უკვე შემიძლია კონკრეტული რაღაც ლოგიკა მოვიფიქრო sequencer-ის რა. პირველი ეხლა მაქვს 3 არხი X-ი, Y-ი და C არხი რა. X არხზე რო შემოსული მაგ XS-ი, ანუ სტეპები, რამდენ სტეპში ირბინოს, ეხლა თქვა გავუთიშე და მარტო 8 სტეპში დარბის, რამდენიც მოვხაზე. შემიძლია თქვა 16-ვე და უბრუნოდ 16-ვეში ირბენს, ანუ ყველა სტეპს გაევლის. შემიძლია თქვა რა ვიცი რაღაცა ავრჩიო რაღაც ლოგიკა ესე და ესე, ხო? ან რა ვიცი, პირობად რაღაც random ლოგიკაც შეგიძლია მიცე და ივლის random-ად თვა ლოგიკური არ იქნება. შემდეგი არის gate-ები, ანუ რომელ steps-ზე გამოუშვას gate-ი, ეს gate-ი არის ეხლა გაჩვენეთ რა არის gate-ი. ამ შემთხვევაში რაღაცა შეგიძლია დაატრიგერო ეს. ხო, ახლა თქვა თუ გავუთიშე ამას, აი ნახე, უკვე რაღაც რითმს მივცემ. აი თქვათ. შემდეგი არის snake-ი, ანუ ნახე ეს ხო დარბის ასე snake-ი რა, ამ ლოგიკით. როგორც კი შეუძლეს სხვა ლოგიკით ირბენს. შესაბამისად რითმიკაც შეიცვლება, იმიტომ რომ სხვა ადგილებზე იქნება ის gate-ები, რომლებიც აქტიურდებიან, ხო? თქვა შემდეგი snake-ი ნახე, ვაფშე სხვა ლოგიკით ირბენს ახლა. ან რაღაც საერთოდ სხვა ლოგიკა შეგიძლია აურჩიო. და მოდი, ოკეი, ირბინოს ამან. ეხლა აქ ავირჩევ ამ BIS აქ რეჟიმები skin, liquid და metal, ანუ liquid-ზე არის უფრო
NLP უაქტიურდება pitch-ს, რაც არის, რომ უფრო პერკუსიული დრამებისთვის ძალიან კაი არის. ხა ოქტავას ჩავწევ ქვევით და ეგრევე kick-ს მივიღებ, ნახე? ოკეი. ეგეთი kick-ი მივიღეთ, რა, საინტერესო არის. ეხლა რაღაცებს ვეთამაშოთ რა, თქვათ მაგალითად მინდა რომ პირობითად ამ kick-თან ერთად გქონდეს რაღაცა hi-hat-ივით რა, რაღაცა აქცენტი. ოჰო, როგორი, ოჰო, აი ნახე ეს რა მაგარი არის, ამ იმაში. ოკეი, ან მოდი რა გავაკეთეთ, იცი? გეითები ბევრი მივცეთ, თქვათ, აი ესე მივცეთ ბევრი გეითი, მაგრამ სივით შეუცვალოთ რეჟიმი როგორ იმუშაოს რა. ან ახლა ნახე რა არის, ხა ეს შემიძლია შევცვალო. და ნახე ყველაზე კიკი აღარ ურთხან. არ ვიცი რამდენად ჩანს კადრში, მაგრამ ეხლა შევუცვლი მაგ სივის მივცემ, ანუ აი ამ რაღაცას ვაკონტროლებ, აი აქედან რა. და ნახტაბა როგორ შემიძლია თქვა შევიყვან ახლა ამას ვოლტაჟს ელოდება ესეც როგორც ყველაფერი რა შევიყვან მაგის ინპუტში და იმის მიხედვით აქ რა პარამეტრებს დავაყენებ აი ეს ღილაკი ირჩება ახლა რა თუ დააკვირდები თქვა თუ კონკრეტული სტეპის ნახვა მინდა ავირჩევ ეს სტეპს x-ზე kick-ი მაქვს თქვა აქ აი ეს ორი თქვა მე რა ის ნახოთ აი და ეხლა ამაზე შემიძლია ავიღო რომელი სტეპი, რომელი პარამეტრი იყოს, ხო? თქვათ ეხლა აქაც ავიღებ რაღაც სხვას. ოკეი, ეხლა ამ პარამეტრს ვეთამაშებოთ. ეს არის ოქტავა. ხო, რითაც რაღაც ეგეთი ცოტა მომოდულარო რაღაცების კეთება შეგვიძლია. მაგასთანაც მივალთ რა, ჯერ. მაგრამ ამ ეტაპზე მინდა რომ ვეთამაშო ETX-ს, იმიტომ რომ ETX-ი 12 საათზე მუშაობს როგორც ETX-ი. ნუ აქეთ გადმოწოდე, იმენა ETX-ივით არის რა, როგორც არის ხო, რაღაც ETX-ადებს ემას ვოლიუმს. მაგრამ 12 საათის ქვევით რაც ძალიან საინტერესო არის, მაგრამ ეხლა ამას რითიც ან შემიძლია ცოტათის დავაყენო და აი რაღაც იმებს ადებს, ხო, hi-hat-ებს. გამოვიყენებ maths ეხლა რა, ანუ maths-ი არის, ნუ ეს არ ვიცი, ყველაფერი ერთად არის, მოკლედ, მოდი ერთოთი გავაჩერებ ხმას და maths-ზე დაგელაპარაკები. maths-ი არის 4 ჩენელი აქვს, ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და მოდი მე როგორ გამოვიყენებ ხა მაგაზე დაგელაპარაკები რა. ანუ maths-ი არის 4 ჩენელიანი, ანუ 4 ჩენელი აქვს, ეს არის პირველი ჩენელი არის აი ეს არის მეოთხე ჩენელი, რაც იდენტური ჩენელები არის, ეს პირველი ჩენელი, მეოთხე ჩენელი, ნუ განსხვავება აქვს რაღაც თავის კიდე ფუნქციებში, მაგრამ ამ ეტაპზე იდენტურად აღვქვათ რა. ანუ envelope-ად შეხედე, ან LFO-ად უნდა შეხედო უფრო, იმიტომ რომ cycle-ს ურთავ და როგორც კი მე cycle-ს ურთავ, აი თუ ხედავ, აი ეს თავის რაღაც ლოგიკას გადის რა, თავის ციკლი აქვს, როგორ იმუშაოს, ETX-მა და decay-მ რა. შეგვიძლია ლოგარითმულად იმუშაოს, exponential-ად იმუშაოს, ანუ როგორ ამ envelope-მა როგორ იმუშაოს. ETX-ს ახლა მოუმატებ, რომ რაღაცა ლოგიკა კონდეს, რა, იმიტომ რომ მე ახლა მინდა end of rise-ის გამოყენება რა. end of rise-ი არის, რომ როდესაც არის მე მგონი აი ეს სულმაბნევს რა, ან rise stage-ში როცა არის, ან fall stage-ში როცა არის, ისრის gate-ებს. და ამ gate-ებს მე გამოვიყენებდი რაღაცეებისთვის. აი არ ვიცი, მოდი აბა ერთად ცადოთ გავუშვათ. და ეს end of rise-ის gate-ი მივცეთ, აბა მოდი ამას. ოკეი, საინტერესო არის. აი რა ისეთ შევება, ხა ძალიან საინტერესო არის. მაგრამ ამ დროს კიდე რო უფრო ცოტა დავარენდომოთ, აი ამ ორი პარამეტრის მოდი ხა ეს რო ამოძრავი, ასნა რომ აი ნახე პარამეტრიც იცვლება, აქ რაც ირთვება, ხო? მე შემიძლია ეს პრინციპში შევცვალო არა ხელით, არამედ ესე ინპუტით, ხო? აი ეს შუა ინპუტი არის, რომ ეს ორივე იცვლება რაღაც ლოგიკით და მოდი რა LFO მივაბათ ამას, რომელიც იქნება so LFO და ნელა ძალიან ცვალოს რაღაცეები რა. და ეხლა ანუ ეს ცვლის აი ამას და ეს ამ ორის კომბინაცია ცვლის აი ამ პარამეტრს და მაგით რაღაც ეგეთი უცნაური რაღაც გამოდის, ხო? იყოს ეგრე როგორც არის რა.
და მაგალითად აქეთეთ ჩავთავ, ეს შეგიძლია კიდე თან აი იმას მოუმატო რა, ანუ აქ შეგიძლია პირველი არხიდან ცოტა მეტი ვოლტაჟი გამოიყვანო, პირველი არხში რაც ხდება, ცოტა მეტი ვოლტაჟი იყოს და თქვა სუმირებული აუთპუტიდან რაც არის ნამრავლი ყველა აუთპუტის ნამრავლი გამოდის სუმირებული აუთპუტიდან და გავაქანოთ რა ვიცი აი რაღაცაში მაგალითად pitch-ში ნახტავა არა pitch-ში არა მაგალითად არა კაც არ ვარ აი რაღაცა ეხა პარამეტრი მოსაძებნი არის რა შეიძლება რომ ამით ცვალო მოდი ჯერ სუმირებულს მე შევანებოთ თავი რა და C-ვით Y-ის არხით მაგალითად მოდი Y-ი გავააქტიურებ ჯერ იგივე clocks მივცემ, რაც X არხს ქონდა, აგერ Y clock როა წერია აქ შევიყვანდა, ხა Y-იც ამუშავდება, ხა იგივე ლოგიკით რა. და ეხა Y-ი შემიძლია ზუსტად იგივე ლოგიკით, როგორც X-ი გამოვიყენე Y-ის C-ვი მაგალითად შემიძლია ავიღო და მივცე pitch-ში. და რაღაც კონკრეტული მელოდია მოვფიქროთ, რასაც ეს ყველაფერი დაუკრავს, ხო ეხა. მოდი ჯერ ჩავკეტავ ყველას, რომ საერთოდ არაფერი არ შეიცვალოს. უყურებ კიკები სად ურტყამს, რომ კიკებს არ შეუშალო რა. კაი ეს ძალიან აგიჟებს რა, კონც. ძალიან ისე რადიკალურად ხდებოდა და არ მომწონდა. აი ხო უფრო შევანელებ და რაღაც ძალიან პატარა მომენტში რო გააკეთეს ეგ უფრო გაიქნება რა აი ეს ეხლა მაგალითად მინდა რომ აი ეს ვამოძრავო რა აი ეს პარამეტრი ამისთვის გამოვიყენებ მაგალითად რა გავაკეთოთ აი მოიცა ერთოთი C-დან შეგვიძლია პრინციპში გამოვიყვანოთ არა, C რატო არის გაჩერებული რა უცნაური არის. აი ხე ამუშავდება. აი C-დან შეგვიძლია გამოვიყვანოთ რაღაცა მაგალითად CV, რომელსაც შევუშვებ ახლა მაგალითად მე-3 არხში და მე-3 არხიდან გამოვიყვან ისევ იგივე CV-ს, ოღონდ ეს არის მე-3 არხის ისე კონტროლერი. შემიძლია ინვერსია გავუკეთო ამდენს და ეხლა ერთ-ერთში რო შევიყვან ნახე ეთექს კიდე უფრო გადმომიწევს აქეთ რა, იმის მიხედვით რა თქმა უნდა აქ რა პარამეტრებსაც ავერჩევ. აი. ეხლა უკვე ზომიერება სჭირდება კალაპოტი. ოკეი, აუცა, საინტერესო რაც გამოდის. ეხლა გავერთოთ ცოტა ხანი აი ამით რა. აქ შემიძლია პრინციპში აი რეზონანსის მომატებით ეგეთ საინტერესო რაღაცები მივიღო რა. ამიტომ ეხლა მოდი უკვე ცოტა ექსპერიმენტები გავაკეთოთ რა. არ ვიცი, მაგალითად გეიტი, რომელიც clock-ი იყო, მივცეთ სპენის ინპუტს, აბა. ვაუ, ოკეი, დაიცავა. ვაუ, საინტერესოა. ამ ბალანსის ინპუტს რომ მივცეთ ძალიან საინტერესო. აბა აქ რომ მივცეთ. ოკეი. ნუ აი ხო ხდება ჯერჯერობით ვეძებ ფიქრობ რა შეიძლება რო გავაკეთო რა. ან რეზონანსი რო გავააქტიუროთ მაგალითად ანუ ეს პარამეტრი აი ეს რაში შევიყვანეს თეთრი კაბელი ხამ რეზონანს გადაწევს ბოლომდე რა და ეს რაღაცა ცოტა მომოდულარო რაღაცების გამოჩნდება აქ რაც ძალიან საინტერესო არის. და მოდი მაგალითად ეგ იყოს აი end of cycle. ოღონდ ეს გავაქტიუროთ. ეხლა უყურებ რომ აი ეს ნატურა რო ინთება, მაშინ აქედან გამოდის გეიტი. და ეხლა მაგას ვეძებ რომ აი ტრაპები გამოდის რა ძალიან ნელა აი თქვა ნახე. აი ეს როგორც კი ინთება, ეს რეზონანსი იწევა აქეთ რა და ძალიან საინტერესოდ გამოდის. და მოდი ხა ეგეთი რაღაც გავაკეთებ კიდე რომ აი ეს პარამეტრი აქეთ ვატარო თან არ ვიცი τι გავაკეთებ. მოდი აბა რაღაც ვიექსპერიმენტოთ და სუმირებული ისმოთ აბა. არა ეს ძალიან რადიკალური არის ხა.
ეს რეჟიმები არის ფილტრის მუშაობის. კაი, ოკეი, ცოტა მეც დავიკარგე. ეგეთი რაღაც, ახლა უყურე, დავიკარგე, არა უშავს. Snakes შეუცვლი უბრალოდ ფორმას და ვაფშე სხვა რაღაცა მოხდება. წავედით. შეგვიძლია fold-საც ვეთამაშოთ, ხო? აი მაგალითად fold-ი მივცეთ, აბა fold-ი გავუშვათ, მაგალითად აი აქედან fold-ს მივცეთ, აი ამ პარამეტრში. ეხლა თუ ხდები ხო, ერთი მოდულით ხდება ეს ყველაფერი, მთელი მუღამი აქ რაც ხდება არის ერთი მოდული რა. იდეაში სხვა მოდულებიც რო დაამატო, რამდენად მრავალფეროვანი რაღაც კითხვები შეიძლება რა. ხო, აი folds არ ვიცი რა მივცე რა. folds მოდი მივცეთ. says gate-ი, ავაცადეთ. CRT-ის gate-ები მივცეთ. აი. ხო, ოკეი, ძალიან საინტერესო რაღაც გამოდის რა. ძალიან. და თქვა და ჰარმონიას მივცეთ. რაღაცა წარმოგვიდგენა რომ თან ამივეცი ხო. და თქვა და რაღაცა შეიძლება მოდულაციასავით იყოს და უცებ ამ კაბელს ამოვაერთებ და დავბრუნდებით ისევ იგივე ამბავშია რა. მაგრამ მე მინდა იდეაში ერთი რაღაცა ვცადო. აი ეს pitch-ი რაც არის ხო? მინდა რომ გადავამრავლო. აი ხა მაგ pitch-ი და ეგ მაგ იგივე pitch-ი. ნუ pitch-ს დაუბრუნოთ ოსცილატორის, მაგრამ ასევე მინდა რომ ეს pitch-ი მივცეთ აი ამ FM-ს და რა იქნება ძალიან საინტერესო არის რა. Okay. და ხა პარამეტრები თამაშით თან რაღაცა სიახლეებს მივიღებთ სულ რა. ეგას არებს რომ არც ვიცი ახლა რა მაქვს გაკეთებული, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება. აი მაგალითად Y-ის არხზე gate output-ი თავისუფალი მაქვს. შესაბამისად აქაც ხელთ gate-ებს გავაცარიელებ, რომ ეს სულ არ იყოს და რაღაცა ლოგიკით შემოდის და ამ gate output-ს გავუშვებ მაგალითად რავი, აბა აი აქ ან span-ში მაგალითად ხო? და კიდე შეგიძლია თან X-ის არხში რაღაცები შეცვალო ისე მოდულაციით. აი მაგალითად შეგიძლია fun-ში არის რომ შეგიძლია თქვათ Snake-ის ფორმა შეცვალო Snake-ი როგორ დარბის. ეხლა Snake-ი ხო არის აი ამ რეჟიმზე რა. ეხლა შემიძლია მივცე gate-ი მაგალითად აქ და gate-ის მიხედვით ნახე დაიწყებს სირბილს აი ორ Snake-ს შორის დარბის ეხლა და მაგითო რაღაცა კიდე glitch-ი რაღაცა მივიღეთ ხო? და თან ყველაფერი ძალიან სენსიტიური არის რა, ეხლა თორე სიგიჟე მივიღე. ოკეი.
აი ეგეთი სიგიჟე რა, მოკლედ დღეს პრინციპში დავასრულებ მოდულარებზე ეს ლაპარაკს. ესეთი ექსპერიმენტებს გადავიღებ ხშირად, ალბათ იმიტომ რომ თქვენც ძალიან მოგეწონათ აშკარად, გამოხმაურება ძალიან დიდი ქონა და მეც სამ სიამოვნებს და ეს რაღაცებს რასაც ვიპოვე ხოლმე, რაღაც ახალ რაღაცებს სულ მოყვები და რა ვიცი, ბედნიერ დღეს გისურვებთ. წარმატებები და იარეთ Modular Friends event-ებზე გირჩევთ, არ გამოტოვოთ. მაისის თვეში რამოდენიმეს დავგეგმავთ და შევხვდებით მომავალ შეხვედრამდე.